გამარჯობა კიდევ ერთხელ მოგესალმები. შუადღე მშვიდობისა. გამარჯობა. ძალიან საინტერესო თემით გვინდა დავიწყოთ. ვფიქრობ, ეხება ყველას. ყველა ოჯახსაც, მათ შორის სადაც ქალბატონია, იმიტომ რომ ჯანმრთელობა ქალის ალბათ დიდწილად განისაზღვრება მისი მენსტრუალური ციკლი. და ეს პროცესი უნდა იყოს უმტკივნეულოც, კონკრეტული ხანგრძლივობა უნდა გააჩნდეს, ციკლის სიხშირე უნდა იყოს კონკრეტულად განსაზღვრული და ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვნად გამოგვადგება ყველას, იმიტომ რომ ქალს, ესე ვთქვათ, ამ ციკლთან მიმართებაში ძალიან ბევრი ცვლილებები ახასიათებს. ხასიათთან მიმართებაშიც და ჯანმრთელობასაც განსაზღვრავს. როგორც დასაწყისისთვის, ასევე დასასრულისთვის, როდესაც უკვე მენოპაუზა იწყება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ძალიან ბევრი შეკითხვები გვაქვს დღევანდელ ჩვენს. ნამდვილად, რა არის ნორმა, რა არის უკვე ნორმიდან გადახვევა, რა ითვლება პათოლოგიად და როგორ უნდა ვმართოთ ჩვენ ეს ყოველთვიური პროცესი. ჩვენი სტუმარი გახლავთ ქალბატონი მადონა ჯუღელი, გინეკოლოგი, არაჩვეულებრივი სპეციალისტი და ადამიანი, რომელსაც არასდროს არ ეზარება პაციენტთან ხანგრძლივი საუბარი იმის შესახებ, რა კითხვაც არ უნდა ქონდეს პაციენტს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებით უამრავი მითიც არსებობს და უამრავი ისეთი ფაქტი არსებობს, რომელზე საუბარიც ალბათ აი 10 წლის წინ მაგალითად შეიძლება კიდევ ერიდებოდათ ქალებს. მოდი დავიწყოთ სწორედ აი ამ ნორმებით და ნორმიდან გადახვევებით, რაც არის ყველაზე გავრცელებული მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებით და შემდეგ გვაქვს ბევრი ესეთი ყოფითი და ქალური კითხვებიც, რაც ჩვენს მაყურებელ ქალბატონებსაც დააინტერესებთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება მენსტრუაცია, რა თქმა უნდა, ციტონ მენსტრუალური ციკლი ეს არის ფიზიოლოგიური პროცესი, საკმაოდ რთული, სადაც ყოველთვიურად ქალი ემზადება ორსულობისთვის. ამ მომზადებას თან ახლავს ის პროცესი, როგორც არის საკვერცხე, ენდომეტრიუმი, ანუ საშუალო შიდა გარსი და თუმცა ამაში ჩართულია ცენტრალური ნერვული სისტემა, ანუ მთელი ორგანიზმი, რომ ქალმა მაქსიმალურად თავის დროზე და სრულად მომზადებული იყოს ორსულობისთვის. იცით რა, ეხლა იმდენად შეიცვალა ყველაფერი. ჯანმრთელობის შესახებ და მათ შორის ქალთა ჯანმრთელობის შესახებ და მათ შორის დასაწყისი ამ მენსტრუაციის, ხო? თქვენ ვწერთ, რომ ყოველთვე ემზადება ქალი ორსულობისთვის. თუმცა ზოგს 10 წლიდან ეწყება, ხო, ეს ციკლი. საინტერესოა, რა ითვლება დღეს? აი დღევანდელი მონაცემებით ნორმა, როდის უნდა დაიწყოს მოზარდმა უკვე ქალობაში გადავა. ნუ ესე იგი საშუალო შეიძლება ვთქვათ ეს არის 8-12 წელი. როდესაც ქალს გოგონასაც შეიძლება მოვიდა დრო, როდესაც უკვე შეიძლება ეხლანდელი მონაცემებით. ეხლანდელი მონაცემებით საშუალო არის 10-12 წელი. და ეს არის უკვე პუბერტატული პერიოდი, ეს ქალი ემზადება ამ პერიოდისთვის, იწყება პირველი მენსტრუაცია, მენახე და აქედან რეპროდუქციული ზგოლი სრულად მწიფდება. მომწიფებას რა ქვია? რომ უნდა მაქსიმალურად დაამყაროს ის ურთიერთკავშირი საკვერცხესთან და ამაში არის ჰიპოთალამური, ჰიპოფიზი, ჰიპოთალამური საკვერცხე და აი ესეთი დიდი ესეთი ჯაჭვი მუშაობს იმისთვის, რომ ქალმა განახორციელოს ეს მომავალში ეს ფუნქცია. თუმცა ძალიან კარგი კითხვა იყო, როდესაც ქალი მოდის ხშირად ვიზიტზე და ის ამბობს, რომ მე არ მაქვს რეგულარული მენსტრუალური ციკლი. დღევანდელ დღეს სიხშირე, როგორც ასეთი, ითვლება, რომ ეს არის 24-დან 38 დღემდე. 24-დან 38. 24 და 38. ანუ ვიღაცას შეიძლება ქონდეს 24 და ვიღაცას 38, მაგრამ შუალედზე ვსაუბრობთ, ხო, ციკლიდან ციკლამდე შუალედზე. შეხედეთ, აი, 24 დღეში ერთხელ, 25 დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 38 დღეში ერთხელ. ეხლა ვნახოთ, რამდენი ხანი უნდა შეიძლება იყოს თვითონ მენსტრუალური გამონადენი. ეს არის 7-8 დღე. 3 დღიანებით რო არის. ხო, არა, ეს ხო, 3-4, ანუ არა უმეტეს 8 დღისა. ეხლა როგორ უნდა ვთქვათ, შუალედი ყველაზე მოკლე და ყველაზე ხანგრძლივი ციკლის. ეს არის ასევე 7-9 დღის განმავლობაში. 7-9 დღე. ასევე მინდა ვთქვა რაოდენობა. ძალიან დიდი ამ დღევანდელ დღეს ყურადღება უნდა მიაქციოს როგორც მოზარდმა, დედამ და ისევე ჩვენ რეპროდუქციულ აქტიურად ქალბატონებმა, რამდენი გამონადენი აქვს ციკლს, მენსტრუალურ პერიოდს. ანუ როგორ მოდის, რა სიჭარბე აქვს.
სიჭარბე არ უნდა აღემატებოდეს, მანამდე არსებობდა ასეთი მოცემა 80 მილilitrს. როგორც ნიშნავენ, მე დავითვალო 80 მილილიტრი. რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს ჩვენ ამას ვერ ვითვლით და ვამბობთ, რომ აი ჩემი ცხოვრების ხარისხი ამ დღეებში როგორია? ცუდად ვარ? აბსოლუტურად სისუსტე იწყება ჩემი მენსტრუაციის შემდეგ თუ არა? და კიდევ ერთი, არსებობს სპეციალური ჩარტი, ანუ როდესაც მე შემიძლია დავითვალო რამდენ სისხლს კარგავ დღეში. ეს არის მაგალითად ავიღოთ სანიტარული პაკეტი. თუ ჩვენ საფენი, თუ ჩვენ ამას დღეში 4-ზე მეც ვიცვლით, ანუ 5, ეს ნიშნავს, რომ ერთი საფენი სრულად გაჟღენთილი არის 20 კულა. 4 კულა, ანუ 5 საფენი არის 100 მილილიტრი, ესე იგი ჩვენ ჭარბი მენსტრუალური ციკლი გვაქვს. და ამას ზომიერი სულ რამდენი იქნება 3? ეს არის 3. და ამას თუ ახლავს, ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს. ამას ალბათ უნდა, ამას ჭირდება აუცილებლად ხა თქვენ ახსენეთ 8-12 წელი, საკმაოდ ძალიან პატარაა 8 წლის ბავშვი. იმისთვის რომ აი ამ ყველაფრისთვის იყოს მომზადებული, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ამას ახლავს თან ამ პროცესს ხასიათის ცვლილება, რაღაცა ძალიან ბევრი ჰორმონალური ცვლილებები მის ორგანიზმში. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია რომ დედა მშობელი ამზადებდეს ამისათვის, ხო, ბავშვს. ასევე ძალიან დიდი ცვლილებები ახლავს ამ პროცესის დასრულებას, რომელიც უკვე ზრდასრულას. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ როდესაც ქალს მენოპაუზა ეწყება, ის ბერდება, ჭკნება, ძალიან ბევრი უნარები ეცემა მისი ქვეითდება. აი ამასთან დაკავშირებითაც გითხარით, მინიმალური ასაკი, მაქსიმალური ასაკი და ეს ცვლილებები და თან დავამშვიდოთ ქალბატონები, რომ არ არის ეს ასე და არ თავდება ცხოვრება მენოპაუზისას. კეთილი, დავიწყოთ მინიმალური ასაკიდან, კი. ნამდვილად ასეა, როდესაც დღევანდელ დღეს ყველაფერი შეიცვალა ეკოლოგია, უკვე ითვლება, ეს არის სტატისტიკური მოცემულობა, რომ პუბერტატული ასაკის, ანუ პირველი მენარხი შეიძლება გოგონას დაეწყოს 8-9 წლის ასაკში. საშუალო მე ვლაპარაკობ, შეიძლება ჩვენთან საქართველოში უფრო ცოტა მოგვიანებით არის, ეს არის 10-12 წელი, მაგრამ აი 15 წელზე მეტი უკვე არის გვიანი მენარხი. ეს ერთი. რაც შეეხება პირველი, აი ამ პერიოდში ეს რაოდენობა თვითონ დღეების, რომელსაც ქალბატონი, ანუ მენსტრუალური პერიოდი შეიძლება იყოს 9 დღემდეც. ეს ერთი. მერე ასევე რეგულარობა, ანუ ჩვენ თქვით რომ რეგულარობა, ანუ როდესაც მინიმალური, ანუ ყველაზე მოკლე ციკლიდან და ყველაზე ხანგრძლივი ციკლის შორის არ უნდა იყოს 7-8 დღის მეტი. ეს ერთი. როდესაც აი ამ პერიოდში 5-6 წელიწადი იწყება ჯერჯერობით არის ეს რეპროდუქციული რგოლის მომწიფების პერიოდი. აი ამ დროს შეიძლება იყოს დარღვევები, ხო? შეიძლება იყოს 9 დღეც. ანუ ეს არის ბევრი, მაგრამ აი ამ პერიოდში კონტროლი ჭირდება. კონტროლი, ბატონო, კონტროლი რა თქმა უნდა, უბრალოდ იცით როგორ არის, აი ამ პერიოდში მაქსიმალურად არ უნდა გამოგვეპაროს თვითონ ჭარბი მენსტრუალური სიზმრა. როდესაც ქალი კარგავს რკინას, დიდი რაოდენობით, ოღონდ ეს ხდება ჩუმად და იწყება ლატენტური რკინადეფიციტური ანემიები, რომელიც ძალიან უარყოფითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობას. აი თქვენ აღნიშნეთ აი სიმპტომები ხა ალბათ მშობლებიც გვიყურებენ, ქალებიც, თქვათ აი სისუსტე ახსენეთ ჭარბი სისხლდენის დროს და ალბათ ესეც ერთ-ერთი ნიშანია, რითიც უნდა მიხვდნენ, ხო? მინდა რომ ტკივილებზე ვისაუბროთ. აი თითქოს არსებობენ ქალები, რომლებიც ამას არიან შეგუებულები, ვიღაცას მეტად, ვიღაცას ნაკლებად ტკივა ამ დროს საკვერცხე თუ არ ვიცი საშვილოსნოს ყელის ტკივილები და ასე შემდეგ. ეს რამდენად შეიძლება აღვქვათ ნორმად? თუ აუცილებელია მაინც-ამაინც მივაკვლიოთ სამედიცინო მიზეზს ამ ტკივილების? როდესაც იცით რა, ტკივილი წესით უნდა იყოს ესეთი მსუბუქი, არ უნდა იყოს ტკივილი, ასე ვთქვათ. თუმცა ამ ყოველი მენსტრუაციას თან ახლავს რა, ის რომ ის ენდომეტრიუმი, ანუ შიდა ლორწოვანი უნდა ჩამოიფსკნას, ამაში მონაწილეობს ძალიან დიდი რაოდენობით სხვადასხვა ნივთიერებები, რომელიც იწვევს რა? აი ამ სიზარღობის სპაზმს და იშემიას. კუნთოვან სპაზმს და კუნთოვან აი კუნთის ასეთ კრამს ან შეკუმშვას. აი ეს პერიოდი, რა თქმა უნდა, ქალი ამას გზნობს. ეს შეუძლებელი რომ ვერ იგზნოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს
ხანგრძლივი, ეს არ უნდა იყოს იმდანად, ხო, ეს უნდა იყოს საკმაოდ ისეთი მოცემულობა უნდა იყოს, ესე ფიზიოლოგიური უმნიშვნელო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ტყივილი, სადაც გოგონას თან ახლავს ეს არის ღემიდება, კუჭის ესე იგი მოქმედების უგახშირება, თავბრუსხვევა და ნუ ფაქტობრივად გოგონა ხდება ასოციალური. ამ დროს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ჩამოვაყალიბოთ, რა არის ეს არის პირველადი დისმენორეა თუ მეორადი. მეტწილი აი ამ პროცესებს თან ახლავს უკვე ის დაავადებები, რომელიც საბოლოო ჯამში უარყოფითად მუშაობს, უარყოფითად მოქმედებს მის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. მე მინდა ვახსენო ენდომეტრიოზი. ამ ენდომეტრიოზს ახლავს ეს მძიმე პრობლემები, რომელსაც ქვია ტკივილი, ღებინება, ხარისხი ცხოვრების მკვეთრად ვაქვეითდება ამ დროს, ეს უნდა მივაქციოთ. რამდენად მნიშვნელოვანია ტკივილგამაყუჩებლის მიღება და თუ ავნებს არ იმავნებს თუ ეს პირველადი დისმენორეა, ძალიან კარგი კითხვა. თუ პირველადი დისმენორეა ტკივილგამაყუჩებელი, რომელსაც ჩვენ NSAID-ებს უძახით, ეს არის არასტეროიდული ჰორმონალური სტეროიდები. ამ თემას შეგვიძლია პირველი დღე ეს ფაქტობრივად მისაღებია, რომ გოგონას არ კონდეს ესეთი სენსიტიურობა არ გაუჩნდეს მე ამ ტკივილის დამე. ანუ, როდესაც მე დღეს მტკივა და ხვალ მტკივა, ის გამო ჩემი თვითონ გზნობელობა მკვეთრად უფრო მეტად მძაფრდება და შესაბამისად უკვე ჩემი ნერვული სისტემაც აქტიურად მუშაობს ამის კუპირებისთვის და როდესაც ჩვენ პირველ დღეს შეგვიძლია მივცეთ, ანუ არ არის ეს არ უნდა მოვითფინოთ, როგორც ასეთი, მაგრამ თუ ეს ტკივილი გრძელდება ხანგრძლივი და არის უკვე არა ის პირველი დღე, არა ის პირველი მოსვლა, როცა იშემია ამ სიძარღვების და ქალი ამას გზნობს, კუნთის შეკუმშვას, მაგრამ ეს ხდება გრძელვადიანია, რა თქმა უნდა, მარტო კუპირება ტკივილის ეს არ უნდა იყოს, უნდა იყოს ორგანიზებული მიმართვა ექიმთან და უნდა ჩამოყალიბდეს რა დაავადებასთან აკავშირებს. მინდა კითხოთ პრედმენსტრუალურ სინდრომზე. აი ჩვენ საუბრობდით გადაცემის ადების დროს ვიღაცა გძნობს ამას, ანუ წინა დღეებში ხასიათის გაფუჭებას, სისუსტეს, რა ვიცი, წელის ტკივილი, თავის ტკივილი და ასე შემდეგ. რაზე არის დამოკიდებული აი ეს ინდივიდუალური პროცესები ქალბატონში? მე მსმენია, რომ აი წინა დღეებში საერთოდ ჯობი არ დამელაპარაკო, რაღაცა მადა იცვლება, ყველაფერი იცვლება. ზოგიერთ ქვეყანაში ასე დღეებში ქალებს დასვენების ნებართვაც მისცეს, იმდენად გააზრებულია ეს მდგომარეობა ქალისთვის. მართლა რა შეიძლება საინტერესოა, იმიტომ ახლა იყო საკმაოდ დიდი კონგრესი, რომელიც ეხებოდა ენდოკრინოლოგია, გინეკოლოგიას და აქ იყო ცალკე გამოტანილი პრემენსტრუალური სინდრომი, პრემენსტრუალური დისფორიული სინდრომი, სადაც როგორ უნდა დავეხმაროთ ქალბატონებს. ეს ეხება ზუსტად იმ პერიოდს, როცა ქალბატონის ორგანიზმი ემზადება მენსტრუალური მენსტრუაციისთვის. ანუ ვერ დაურსულდა, ანუ არ მოხდა ორსულობა და კიდევ ეს ამაზე მინდა მე უბრალოდ პატარა ჩართვა გავაკეთოთ, რომ რატო არ არის აუცილებელი, რომ ყოველ მენსტრუალურ ციკლის პერიოდში თუნდაც ოვულაცია მოხდა, ქალმა მივიღოთ, ქალი დაურსულდეს. ეს არის ფაქტობრივად 20% იმ ციკლში ოვულაციის პერიოდშიც კი. აი ამ დროს ხდება ფლუქტუაცია. ფლუქტუაცია არის ეს არ არის აუცილებელი, რომ ცალკე განვიხილოთ, ანუ მცირე რაოდენობა თუნდაც სასქესო ჰორმონების, იმიტომ რომ ჩვენ რეპროდუქციულ გოლს ეხმარება, ანუ ამაში არის არა მარტო სასქესო ჰორმონები, ესტროგენი, პროგესტერონი, არამედ ცენტრალური ნერვული სისტემის ნეიროტრანსმიტერები, ანუ მთელი მეტაბოლური პარამეტრები, მეტაბოლური ნივთიერებები მუშაობს, იმაში რომ ჩვენი რეპროდუქციული გოლმა მუშაობდეს სინქრონულად. ეს არის დოფამინი, სეროტონინი, ლეპტინი, გრელინი, ასევე ინსულინი. აი ეს ყველაფერი აქტიურად მონაწილეობს იმ ციკლის თუნდაც დასრულებაში, რომელსაც ჩვენ აი აქ როდესაც ხდება ფლუქტუაცია ამ ჰორმონების და მათ შორის აი ამ ენერგეტიკული შესაბამისობის ხდება ხოლმე მეტნაკლებად პრემენსტრუალური პერიოდის გამოვლენა. თუ მე მაგალითად აი ენერგეტიკაზე მინდა ვთქვა, ანუ კვებაზე მინდა ჩავთო, როდესაც ჩვენ არ გვაქვს სათანადო ენერგეტიკული შესაბამისობა, ნუტრიციული დეფიციტში ვართ. მაშინ პრემენსტრუალური სინდრომი მეტად მკვეთრად გამოიხატება. აი თქვათ, აი ჩამოვთვალოთ რას გულისხმობთ კვებაში. თქვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ მთლიანად ქალის ჯანმრთელობაში კვებას. აი რას უნდა დააკვირდეს ადამიანებს? მსმენია რომ ტკბილის მოთხოვნილება უჩნდებათ, თქვათ, ამ დროს. თუ ენერგეტიკული შიმშილი ხდება. ხო და ამიტომ რა თქმა უნდა.
დავუჯეროთ ორგანიზმს ასეთ დროს. დავუჯეროთ, მე მინდა რომ ვთქვა, რომ ტკბილი ოკეი, მაგრამ ეს ტკბილი უნდა იყოს რაფინირებული. ანუ ხელოვნურად შექმნილი, არამედ ეს არის ფხილი, ეს არის ბოსტნეული, ეს არის ჯირი. ბალანსირებული ცილოვან, ნახშირწყლოვანი, ოღონდ კიდევ და კიდევ ორგანიზმს როცა ავაზრებთ ნარტულ არა იმ ნივთიერებას, რომელსაც ქვია ნახშირწყალი, ჩვენი, რომელიც ჩვენ მოვიძიებთ ბუნებაში, არამედ მივიღებთ ტკბილებულს. ჩვენ ვატყუებთ მას და ჩვენ მის ენერგეტიკულ შესაბამისობად ვერ ვაძლევთ, ანუ მის ბალანსს ვერ ვავსებთ. და გვაქვს მინუს ენერგეტიკული ბალანსი. აი აქ ორგანიზმი აქტიურად არის ჩაბმული იმ ურთიერთობაში, რომ მე ვერ ვაკმაყოფილებ იმ შესაბამისობას, რომ საკვეცხემ და მთელმა ჩემმა რეპროდუქციულმა ჯაჭვმა იმუშაოს სწორად. და აქ იწყება როდესაც ასევე ტვინის ყველა უჯრედი მუშაობს ამაზე, ხო, რომ მე კარგად მივიღო ეს თუნდაც ვერ დაურსულების პერიოდი. მოვახდინო ფიზიოლოგიურად, თუნდაც ჩამოუფრცხნა ენდომეტრიუმი, ის კვერცხუჯრედი, რომელიც ვერ განაყოფილდა, ის გამოვიტანო ორგანიზმს და ამას ჭირდება უსამო დიდი ენერგია, ხო? აი ამ ენერგია არა მაქვს. და ის გამოდი ჩემი ორგანიზმი და ასევე მინდა ვახსენო, ჩვენ თქვით, რომ ნეიროტრანსმიტერები მუშაობს ამ პერიოდში, ისედაც, როდესაც მე ამ ძინავს ღამე. მე მაქვს გამოფიტული სისტემა, რომელსაც ქვია სეროტონინი, დოფამინი, მელატონინი. აი ამ პერიოდში, როცა ეს დეფიციტში მაქვს, მე პრემენსტრუალური სინდრომი მაქვს ძიმეთ, ამას ქვია დისფორიული სინდრომი, როდესაც მე მჭირდება უკვე დახმარება, როგორც ნევროლოგის, ისევე გინეკოლოგის. ხო, ძალიან გაღიზიანება, აი მსმენია, რომ ძალიან გაღიზიანებულები არიან და რაღაც მედიკამენტებიც კი სჭირდება. აუცილებლად კონფლიქტებს იწვევს ოჯახში ზოგიერთ შემთხვევაში ეს ყველაფერი და მაინც ეს ასაკთან თქვი, ჩვენ და ვერ მივედით. ხო, აი ეს მინდოდა დაუბრუნებოდი ამ კითხვას, რომ თუ არსებობს რაღაც, იმიტომ რომ ბევრი ქალბატონი ძალიან მტკივნეულად განიცდის მენოპაუზასთან მიახლოებას და ეს გამოიხატება არა მარტო ფიზიოლოგიურ, არამედ გონებრივ, ნერვულ აშლილობაში და ხო და აი თუ არსებობს საშუალებები, რომლითაც ამის შემსუბუქება შეიძლება, თუ უნდა მივმართოთ ექიმს და არის თუ არა ეს ესეთი ტრაგიკული მომენტი ქალის ცხოვრებაში. ესე იგი, ეს ის პერიოდია, როდესაც ქალი გადადის იგივე ახალ ეტაპზე. აი ეს ახალი ეტაპი, რა თქმა უნდა, არის მოცემულობა იმის, რომ მე ვკარგავ იმ რაოდენობით ესტროგენს, პროგესტერონს, რომელიც მანამდე იყო ჩემთვის ის სასიცოცხლო ნივთიერებები და მათ შორის ასევე ზუსტად იგივეს ვახსენებ თავის ტვინში იმ ნივთიერებებს, რომელიც რეალურად ცირდება. ეს იქნება ქისპეპტინი, რომელიც ასევე არეგულირებს ჩემს საკვერცხეს, ისევე ნეიროტრანსმიტერები, კატეხოლამინები, ანუ ის ნივთიერება, ანუ ესტროგენ დეფიციტთან ერთად იფიტება ბევრი რამ. მათ შორის ცხოვრების ხარისხი მკვეთრად მცირდება. რას ვაკეთებ? არა რეგულარული ციკლით არის უკვე ეს შეტყობინება მოსული, თუ როგორ ხდება ადამიანი, რომ უკვე მიდის მენოპაუზისკენ? ეს პირველი ჩვენებები? პირველი ჩვენება არის ასეთი. ფალს ეტყობა შესაძლებელია თვითონ ეს რეგულარობაზე ვილაპარაკოთ ჩვენ, ეს ინტერვალები გრძელდება, ანუ აღარ არის უკვე ასე ისეთი როგორც ჩვენ ვართ მიჩვეული ან 30 დღეში, ან 35 დღეში, ეს უკვე ცოტა გადმოვიდა. ამ პირიქით შუალედი შემცირდა. მაგრამ შუალედი შემცირდება ზუსტად იმ ფაზაზე, ფოლიკულური ფაზა, ან გახანგრძლივდა, ან მკვეთრად შემცირდა. მაგრამ პირველად ქალი კარგავს პროგესტერონს. პროგესტერონი რა არის? ეს არის დიდი სედაცია ორგანიზმისთვის. როდესაც ჩვენ მაგათ კარგავთ პროგესტერონს, იწყება დარღვევები, პირველ რიგში აღზნებადობა, ხასიათისრულებები. ამას მერე მოყვება უკვე ეს რეპროდუქციული დაბერების შკალა არსებობს, მერე მოყვება ესტროგენ დეფიციტი და ამ ყველაფერთან ერთად იწყება ის ხარისხი ჩემი ცხოვრების. ეს არის ბევრად ხშირად გაცდენილი სამსახური. იმიტომ რომ მე აღარ მიხარი, ანუ ეს უკვე დეპრესიული. აი თქვენ გახსოვთ პაბლო პიკასოს სურათი ქალი აბსენტთან ერთად. აი აბსენტი, იმიტომ ის 40 წლის ქალბატონია, ზუსტად იქ მოცემული უკვე იქ იმ პერიოდში. ჩვენთან ახლა პერიოდი რა, ეკონომიურმა პერიოდმა იკეთენ და გაიზარდა. დღევანდელ დღეს ხანგრძლივობა ცხოვრების გაიზარდა და შესაბამისად ქალი ამ ასაკში უფრო დიდ ხანს არის. 1/13 ქალი ამ ასაკშია დღეს. და მშობიარობენ ამ ასაკში და 50 წლის ასაკში. აბარად, იმიტომ თანამედროვე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ჩართვაც თუნდაც მოიტანა, მაგრამ ეს პერიოდი ხო უნდა გამოდიოს კარგად ქალმა. დედალიოს აბსენტი თუ შველი. აბსენტი იყო მანამდე, დღევანდელ დღეს არის ძალიან ბევრი და ესეთი შეიძლება ითქვას, როგორც ფიტო, ისევე ჰორმონალური მენოპაუზური ჰორმონოთერაპია.
ამ თემას აუცილებლად განახორციელებს ექიმთან ერთად პაციენტი, არა მარტო ექიმი, კონსილიუმი, რომ პაციენტმა უნდა იცოდეს რას იღებს, რა ბენეფიტი აქვს და რა არის მისწვავი. არ შეიძლება თვითნებურად მიიღება მედიკამენტების ამ დროს. მათ შორის ფიტოპრეპარატების, იმიტომ რომ ფიტოპრეპარატებიც რა არის? იქ არის ესტროგენი, უფრო მიღებული მცენარეულიდან და შეიძლება ისეთი პროცესი მოახდინო იმის სტიმულირება, რომ შესაძლებლობამისად მოხდეს არასწორი და ერთი მოკლე კითხვა მექნება. აი მაინტერესებს თუ არსებობს სტატისტიკა, ჩვენ ვილაპარაკეთ PMS-ზე, ანუ პრემენსტრუალურ სინდრომზე, ასე ვთქვათ, თუ არის სტატისტიკა მენოპაუზისკენ მიმართულ ქალებში, აი თუ არის წილობრივად, ანუ თუ არის ესეთი PMS-ის ჩვენება, მენოპაუზაც ასეთივე რაღაცნაირი მწვავე ფორმით იქნება, თუ არ არის მსგავსი სტატისტიკა. როგორ არ არის სტატისტიკა კარგი, ნამდვილად არის, აი მაგალითად 50% ქალბატონის თავიდან პირველივე ესეთი რომ იწყება მენოპაუზა, გაიცდის ძილის დარღვევებს და ალებს. ვისაც PMS-ი აქვს, იმას უფრო მეტად აქვს გამოხატული მენოპაუზას. ფანტასტიკური კითხვაა. დიახ. არის ასეთი. ანუ მე მოუმზადებლად გადავედი ამ პერიოდში. მე მქონდა ბევრი რამ, მქონდა ენერგეტიკული დეფიციტი, მქონდა უკვე ჩემი გზნობელობა იყო მეტად მომატებული ამ ყველაფრის დამი ესტროგენის დეფიციტი, პროგესტერონის დეფიციტი, ანუ მე უკვე ჩემი ნერვული სისტემა მეტად აგრესიულად აღიქვავს ამ დეფიციტს და რა თქმა უნდა, საოცარი კითხვა იყო, დიახ, შესაბამისობა არის. ის რომ ამაში არ არის მარტო მენოპაუზალური პრეპარატების დანიშნა, აქ არის ფიტოთერაპია, არა, აქ არის რა თქმა უნდა კიდევ და კიდევ ფიზიკური აქტივობა, კვება, დაძინება, ანუ ის რეალური ეს ფიზიოლოგიური მდგომარეობები, რომელიც ჩვენ დღესაც უნდა ვიქადაგოთ ბავშვებში პუბერტატული ასაკიდან ჩვენამდე, ჩემამდე მოსული. კიდევ ერთ თემას მინდა შევეხო, რომელიც მნიშვნელოვანია, მგონია, ქალებო ალბათ დაკვირვები ხართ და თუ არა, მაშინ დააკვირდით, რომ თქვენი კანი განსაკუთრებით კი სახის იცვლება თვის განმავლობაში. ეს ცვლილებები უკავშირდება სწორედ მენსტრუალურ ციკლს. ჩვენს ორგანიზმში ჰორმონების ბუნებრივი ციკლი განაპირობებს ხან ჩვენი სახის განსაკუთრებულ სიმშრალეს, ხან ძალიან გამაღიზიანებელ მუწუკებს, ხან შეშუპებას და ასე შემდეგ. ეს ზოგჯერ არის ძალიან ცუდი ხასიათის მიზეზი, მაგრამ კარგი ის არის, რომ ამ ციკლების გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია ვცვალოთ ჩვენი სახის კანის მოვლის რუტინა, კვება, რეჟიმი და ციკლის ყველა ეტაპზე შევეცადოთ, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ. მენსტრუალური ციკლი, როგორც ვისაუბრეთ, იწყება მენსტრუაციის პირველი დღით და მთავრდება შემდეგი მენსტრუაციის დაწყებისთანავე. მოდით დავიწყოთ სწორედ პირველი დღით, როდესაც ესტროგენისა და პროგესტერონის დონე ორგანიზმში დაბალია, ამიტომ თქვენი კანი შეიძლება ძალიან გამოშრეს, კონდეს უსიცოცხლო შესახედაობა და განსაკუთრებით ბრძნობიარე ამ დროს კანი ალბათ დაკვირვები ხართ. ამიტომ გააძლიერეთ დატენიანება, ჩართეთ სხვადასხვა ნიღბები და ამ დროს არ გამოიყენოთ საშუალებები, რომლებიც გააღიზიანებს თქვენს კანს სხვადასხვა ინგრედიენტების გამო. უხეში ამქერცლავი პროდუქტებიც არ გამოიყენოთ, ანუ მოერიდეთ სკრაბებსა და პილინგებს, დალიეთ უფრო მეტი წყალი და შიგნიდანაც დაატენიანეთ თქვენი ორგანიზმი. შემდეგი გახლავთ მენსტრუაციის შემდგომი ფოლიკულური ფაზა. ამ დროს თქვენი კანი ყველაზე კარგად გამოიყურება, ესტროგენის დონე იწყებს მატებას, რაც რაღაც ბუნებრივ მბზინვარებას ანიჭებს თქვენს კანს. ესტროგენი ხელს უწყობს კანის ტენიანობის შენარჩუნებას, კოლაგენის გამომუშავებას უფრო აქტიურად ხდება, რაც მკვრივ და ელასტიურ იერს აძლევს ჩვენს კანს. და სწორედ ამ დროს შეგიძლიათ მოსინჯოთ ახალი პროდუქტები, თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ C ვიტამინის შემცველი შრატები და ჰიალურონის მჟავა. შემდეგი ფაზა გახლავთ ოვულაცია, ეს ციკლის შუა წერტილია, დაახლოებით 13-15 დღით ადრე შემდეგი პერიოდის დაწყებამდე. ესტროგენის გარდა ტესტოსტერონის დონეც პიკზეა და ამ დროს მკვეთრად იზრდება რისკი, რომ შემდეგ ეტაპზე ციკლის გამწვავდეს გამონაყარი და ჰორმონალური აკნე და ეს არის პრევენციის პერიოდი, როდესაც კანის დატენიანებისთვის უნდა გამოიყენოთ მსუბუქი ლოსიონები და ზედმეტი ცხიმის წარმოების თავიდან ასაცილებლად უნდა ღრმად გაისუფთავოთ ფორები. შეგიძლიათ გამოიყენოთ დეტოქსისთვის განკუთვნილი ნიღბები და შემდეგი ფაზაც დადგა, როდესაც გვაწუხებს ეს გამაღიზიანებელი საშინელი მუწუკები, არ გვინდა სარკეში ჩახედვა, ეს ლუტეალური ფაზაა, როდესაც სწორედ მენსტრუაციის დაწყებამდე იმყოფება ქალბატონი. ესტროგენის დონე იკლებს, იმატებს პროგესტერონი, ეს შეიძლება იყოს კანის შეშუპების მიზეზი, ანთებითი კერებიც შეიძლება განვითარდეს, შეიძლება გაიზარდოს
ცხიმის გამომუშავებაც ჩვენს კანზე და სწორედ აი ეს ფორების ჩაკეტვა მეტი გამონაყარი და თქვენი საბრძოლო გეგმა უნდა იყოს სწორედ ცხიმის აღმოფხვრა თქვენი კანიდან და ყველა პროდუქტი რომელსაც გამოიყენებთ უნდა იყოს არაკომედოგენური, შეიცავდეს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს და შეეცადეთ ხშირად გაიწმინდოთ კანი ნაზი გამწმენდებით, შეგიძლიათ სადოთ ნიაცინამიდიც, რომ ცხიმის გამომუშავება დააბალანსოს და შეამციროს ანთება. მსუბუქი ამქერცლავის საშუალებებით დაგეხმარებათ, რომ სლაქები არ დატოვოს ამ გამონაყარმა და ბოლოს ყურადღება მიაქციეთ თქვენს კვებას და ქალბატონი მადონა შემისწორებს თუ რამე შემეშლება. ბევრი წყალი უნდა დალიოთ ციკლის დროს, მიირთვათ ბევრი ფოთლოვანი პროდუქტი, ისპანახი, ბროკოლი, კომბოსტო, ომეგა-3 შემცველი პროდუქტები, ხილი, სხვადასხვა თესლი, ცივი წყლის თევზი, ჩაერთეთ თქვენს ჯანსაღ-კვებაში ჯანსაღი ცხიმები, როგორც არის ავოკადო, ზეითუნის ზეთი, ქოქოსის ზეთი, კვერცხის გული. ამოირჩიეთ თუთიით მდიდარი საკვები, მაგალითად მზესუმზირის თესლი, მოლუსკები, პარკოსნები და ასე შემდეგ. მოკლედ კვებას მიაქციეთ დიდი ყურადღება. ქალბატონი მადონა, რა რეკომენდაციებს დაამატებით და რამე სხვა შემისწორებდით? არა, თქვენ ფანტასტიკურად ჩამოვაყალიბეთ, საინტერესო იყო ჩემთვისაც. მე რო ვიყო იმ ასაკში, მე აუცილებლად ყველაფერს ამას გავითვალისწინებთ. ერთი რამ მინდა უბრალოდ რაღაც ასეთი გაფრთხილება, სურვილი. დღევანდელ დღეს მოიმატა ასეთმა მდგომარეობამ, ანუ ციკლის ასეთმა დარღვევამ, როგორც არის ფუნქციონალური ჰიპოთალამური ოლიგომენორი ამენორი, ანუ მენსტრუაციის არ ქონა ან გადაცდენა. ეს რასთან არის კავშირში? ეს არის სამი მთავარი პოსტულატი. დიეტა, რომელიც არის დაბალკალორიული, განსაკუთრებით, როდესაც აი რასაც თქვენ ბრძანებთ, მასში არ არის არც ცილა, არც ბოსტნეული, არის რაღაცა მონო დიეტა, ან რაღაც განსაკუთრებით მეზობელმა მითხრა. ეს არის, სადაც ენერგეტიკული ბალანსი რეალურად არ არის. მეორე არის, როდესაც უმძიმესი ფიზიკური აქტივობით არიან დაკავებული გოგონები, ეხლა მოდაშია. ხო, დარბაზებში სიმძიმეებით ვარჯიში. თან მძიმე ფიზიკური აქტივობა ესა და ეხლა პოსტკოვიდული პერიოდია, იმ პერიოდში, როცა ჩვენც ვიმყოფებოდით, უკვე ხანგრძლივად ეს არის სტრესი. აი სამი ეს ფაქტორი განაპირობებს გოგონებში რეპროდუქციულ ასაკში და განსაკუთრებით გოგონებს ეხება, როცა ციკლი არ აგვაქვს. და ამ პერიოდში მე მიმართავთ თვითმკურნალობას და ვიწყებთ ხანდახან ორგანიზმის. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ძალიან ბევრი რამ გავიდეთ დღეს, ხო, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ და რეკლამაზე უნდა გავიდეთ და რეკლამის შემდეგ არანაკლებ საინტერესო თემით დაგიბრუნდებით.